გორში მამაშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა სერგო ახალკაცმა პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენა. საქმის მასალების მიხედვით მან ჯერ ქუჩაში 25 წლის გიორგი ცაციაშვილი მამის თვალწინ ჩაცხრილა და შემდეგ ცეცხლი გაუხსნა შვილის დასახმარებლად მისულ დავით ცაციაშვილსაც. თუმცა ტყვეები გამოელია და შემდეგ კაც ფიზიკურად გაუსწორდა. პროკურატურა დღევანდელ სხდომაზე პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას, რადგან დაკავებულის ადვოკატები ამბობენ, რომ მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არცნობს. ამის მიუხედავად მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და 50 წლის სერგო ახალკაცი ციხეში გაუშვა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სასამართლო პროცესი 25 ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აპრილს გორში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შელაპარაკებისას ბრალდებულმა შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა მამაშვილს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი დაზარალებული ადგილზე, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გამოძიება სერგო ახალკაცს 119 მუხლს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებული და დაზარალებული დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და ათეული წლებია გალერეაში მაღაზიებს ფლობდნენ. გალერეის მოვაჭრების ინფორმაციით, კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოხდა. ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ბრალდებულის მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ მისი მხრიდან სახეზე იყო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულების განადგურების მომენტებული საფრთხეები. აღნიშნული არგუმენტაცია სასამართლოს მიერ სრულად იქნა გაზიარებული, არის არაერთი პირდაპირ მტკიცებულება, რომლებიც უშუალოდ ამხელენ ბრალდწარდგენილ ქმედებაში ბრალდებულს. ეს არის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ამოღებული არის დანაშაულის იარაღი, ამღასროლა არის 5-ზე მეტი ნაწარმოები, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამასთან მიმართებაში მას გამოელია ვაზნები ჭიჭში, ამის მერე ფიზიკურადაც იმოქმედა, ფიზიკური ზემოქმედებაც მოახდინა მის მიმართ, დაზარალებული დაეცა ძირს და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა მან შემთხვევის ადგილი. ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ, მას ბრალი წარედგინა ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის და ის აცხადებს, რომ მას ორი პირის განზრახ მკვლელობა არ ქონია მიზნად. ის ამბობს, რომ თავს იცავდა. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების ხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ბიზნეს წილებთან იყო დაკავშირებული ეს მკვლელობა. თქვენ თუ ესაუბრეთ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს ამასთან დაკავშირებით და რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე? ბიზნეს წილებთან დაკავშირებით რაიმე დავა მათ შორის არ ყოფილა, თუმცა კონფლიქტი არსებობდა დიდი ხნის განმავლობაში და ამასთანავე წინა დღეს მოხდა გარკვეული ინციდენტი მასსა და გარდაცვლის შორის, თუმცა კიდევ მეორე დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავ შევიკავებ, ვინაიდან მიმდინარეობს ამ ფაქტების გადამოწმება და მტკიცებულებებით გამაგრება.